აბა გამოიცანით, რითი მოვედი დღეს თქვენთან, მე ნათია შაი, რა თქმა უნდა, ყავის ჭიქით, რომელიც ძალიან შეგიყვარდათ. როგორც მჩვევია ხოლმე, ვიწყებ იმ მხარის განხილვით, რომელი მხარიდანაც, ასე ვთქვათ, დავლიე ყავა, აი ამ მხარით ვატრიალებ და ნახოთ რა ჩანს, ესე რომ დავდო თქვენ ვეღარ ხედავთ, მაშინ ვერ გაჩვენებთ, სადრას ვხედავ დღეს, მომიტანეთ. ხო, აი რა ჩანს, აქ ჩანს, მაინც განახეთ. აქ ჩანს დემონის სახე, რომლის წინაც, აი ნახეთ როგორი პატარა ბავშვია, თან თავზე გვირგვინი ახურავს, აი ბავშვი, თავზე გვირგვინი ახურავს, ცალხელში ნახეთ როგორი ფარი უჭირავს, მეორე ხელი კი აი დემონის სახეს კრავს, ისე რომ არც კი უყურებს, წევს გვერდზე, იგნორს უკეთებს. ეხლა რას ნიშნავს ეს დემონი? ეს არის თქვენი შიში, ტკივილი, მიჯაჭვულობები, სხვადასხვა ფორმები. და შენს არც თუ ისე შორეულ წარსულში, ახლო წარსულში ჩანს ეს და თითქოს დაძლია, მაგრამ მისი აჩრდილები კიდე ჩანს თქვენთან. აი ეს ბავშვი არის ძალიან წმინდა სიმბოლო, გვირგვინი რო ახურავს თავზე უკვე აჩვენებს, რომ ცნობიერში ამოსული ეს სიძლიერე, სისუფთავე, გამარჯვება ამ დემონზე. თქვენ შინაგან რაღაც ახალ დაბადებას ნიშნავს, ან თქვენ სულიერ ბავშვთან დაახლოვებას, გახსენებას, მასთან კავშირს, საკუთარი ძალების შეცნობას. ხო, ფარი, რომელიც ხელში უჭირავს, ეს არის დაცვა, ენერგეტიკული ფარი. ეს დაცვა შეიძლება იყოს თქვენი სიძლიერიდან წამოსული და შეიძლება კი არა ესეც არის, თქვენი აი ახალ გამოღვიძებული ბავშვის სიძლიერე. და ნახე მისკენ იყურება, ეშმაკისკენ ზურგით დგას. ეს არის ძალაუფლება, აი შიშზე გამარჯვება. აღარ ებრძვით თითქოს ტკივილებს, ზურგს აქცევ ამ ყველაფერს, ამ მიჯაჭვულობების, ამ შიშებს, აი ნახე გაზრებული გაქვს, რომ ეს საშიში რაღაც ბავშვობაში რო გვაშინებდნენ, იმ ბუას გავს და საერთოდაც არ არის საშიში. ეს მიჯაჭვულობები საერთოდაც არ არის მტკივნეული, ამ მიჯაჭვულობასთან ჩაახსნა და თავისუფლების შეგრძნება ბევრად კარგია. რაღაცნაირი პროცესია თქვენს ცხოვრებაში დაწყებული, სადაც ძველი ტკივილს აღარ იწვევს, ძველი მხოლოდ გამოცდილებაა და თქვენ მასზე ძლიერი ხართ, თან ბავშვი ხართ, ანუ სუფთად ძლიერი ხართ, თან, აი სუფთა ენერგიის სიძლიერეს მაჩვენებს. ზევით, აი აქ ზევით, ნახეთ როგორი ტაძარია, რომლის კარებიც ღიაა. ღვთიური კარის გახსნას ნიშნავს, ასევე ნიშნავს, ხო, ზევით კიდე ნახეთ თვალე ჩანს. ეს ღმერთის თვალია, თვალი ყველაფრის მყრობელი. და ეს ნიშნავს, რომ თქვენ ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს. და ილოცეთ დაანთეთ სანთელი, წადით ტაძარში და თქვენ იგრძნობთ ამ პროცესის დიდ ძალას. აი ნახე, თითქოს ეს ჭიქა გეუბნება, რომ შენ უკვე შენი ბნელი გამოცდა გაიარე, შენი მტკივნეული გამოცდა გაიარე ცხოვრებაში. და შენ შიგნით არსებული ბავშვი, სუფთა,
გახსენებული ყავს, მასთან კონტაქტი დაამყარე და გაიმარჯვა ამ ბავშვმა. რა არის ბავშვმა გაიმარჯვა? ის არის, რომ იპოვეთ თქვენი თავი, თქვენი სურვილები გააცნობიერეთ, რა გინდათ, შეხედეთ რა მინდა, ამას შეხედეთ თვალებში. აი აქ გვერდზე წვეროსანი, აი ეს ფიგურა. წვეროსანი ადამიანია და ქვეშ ნახეთ როგორი დაწოლო ივერ ხედავთ. აი ნახე ჭიქაში ვიყურებოდი და კამერა აღარ გავაკონტროლე. აი ნახეთ აი ეს წვეროსანი ადამიანი და ქვეშ როგორი უსასრულობის ნიშანი იგივე დაწოლილი რვიანია. ვინ არის, აი ვინც ხედავთ ამ ფიგურას, ვინ არის ეს ადამიანი? შეიძლება იცნობდეთ ესეთ გამხდარი პირისახის წვერიან ადამიანს, ან ეს მიუთითებს ზოგადად თქვენს პარტნიორულ ადამიანს თქვენს ცხოვრებაში, რომელიც აუცილებლად კარმული იყო. და ეს შმაკიც უკავშირდება ამ სიტუაციას. მაგრამ ეხლა ნახე რა ხდებათ. აი ეს მამაკაცი ხო, ვიზეც ვამბობ და თქვენ ერთი წარსული გაქვთ, ერთი დიდი ტკივილი გაქვთ გადავლილი, მაგრამ თქვენში გაიღვიძა ბავშვმა, ძლიერმა ბავშვმა, ანუ რა მინდა მერისკენ მივისწრაფი, აი მას როგორ თქვი, გაბედულად შეხედეთ თვალებში და იცით თქვენი მისწრაფებები, თქვენი ძალები, თქვენი რესურსები. აი რაც შეეხება მამაკაცს, ჯერ კიდე ამძიმებს ეს კარმა და ჯერ კიდე ამ ტკივილებში არის. ჯერ კიდე დიდ მატერიალურ მიჯაჭვულობებში, მატერიაში ფულს არ გულისხმობ. ნახე ეს მამაკაცი თანქვევით არის, აი შენ სულს და შინაგან სამყაროს რაც გამოხატავს, ბავშვი უფრო ზევით არის. თქვენ თითქოს გაიმარჯვეთ ამ დემონზე და ამ მამაკაცისთვის ეს დემონი ისევ დემონია, ისევ შიშია, ისევ გაუგებრობა, ისევ აქვს ტკივილები, წენები და ვერ გამოვიდა, ვერ გაიარა თითქოს ეს გაკვეთილი. ერთის მხრივ შეიძლება ეს ადამიანი, ვიზეც ვსაუბრობ, თქვენი ცხოვრებისეული გამოცდაც იყო, შენ მისი, მაგრამ შენ ამ გამოცდას გაუძელი, გაიარე, მან ვერა. კიდევ და კიდევ ვამბობ, რომ ამ კაცსა და ამ ბავშვს, ანუ თქვენ შორის აუცილებლად არის დიდი კარმული კავშირი, ზუსტად ეს უსასრულობის სიმბოლო აჩვენებს ამას. თან ძალიან ღრმა. ეს არ არის უბრალოდ შემთხვევითი ურთიერთობა, აქ დიდი სულის კონტრაქტი ჩანს. წარსულშია ეს ადამიანი და ეს უსასრულობის ნიშანი მიუთითებს, რომ ეს ისტორია თითქოს განმეორებადი მოხდა. ან ცხოვრებაში, ან სხვადასხვა რეინკარნაციაში და ახლა არის დრო, რომ დასრულდეს. ან სიყვარულით, ან გათავისუფლებით, ოღონდ დასრულდეს ეს ურთიერთობა, უნდა დასრულდეს. ასევე ჩანს ხუთიანი, ჩანს ახალი მთვარე, ჩანს ესის ნიშანი, რაც არის ახალი ნაბიჯები, ფინანსური შემოსავლისაგან, გაბედული ნაბიჯები და განსაკუთრებით ამას იგრძნობთ ახალი მთვარე, რო შემოვა. გაჩნდება, ესეც შეიძლება ვთქვათ, ცაზე. ასევე შეიძლება ითქვას, რომ ეს უსასრულობა მამაკაცისკენ არის, ისე ვუბრუნდები ამ სიმბოლოს, იმიტომ რომ ძალიან მძაფრად ჩანს და ეს მიანიშნებს, რომ თქვენთვის დასრულდა ეს კარმული ციკლი. არ ვიცი, ვინც ჩემ ვიდეოებს უყურებს, ხშირად ვამბობ, რომ თუ ერთი და იგივე სიტუაციები ხშირად ხდება, ერთი და იგივე სიტუაციებში, თუნდაც სხვადასხვა ადამიანები იყვნენ როლებში ხშირად ვარდებით, ეს კარმა აქ დასამუშავებელია რაღაცა, თქვენ თვითონ გამოხვედით, ის ადამიანი არა. ეს რას ამბობს თქვენთვის, რომ თქვენთვის ეხლა სიყვარული, რომელიც მოვა, არ იქნება ტანჯვა, ეს იქნება დიდი თავისუფლება, რადგან თქვენ უკვე გამოხვედით.
აი ამ მამაკაცის უკან აი ნახეთ რამხელა ფიგურა არის ვირთხის, დიდი უშველებელი ვირთხა. ამ მამაკაც ძალიან სტკივა და თან იცით რა ჩანს, ვირთხა ყოველთვის მაჩვენებს ვიღაცის ზემოქმედებას. აი ვიღაცის ზემოქმედებით იტანჯება თან. ეს ზემოქმედება შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, ფსიქოლოგიური, ენერგეტიკული, იძულებითი პასუხისმგებლობის აკიდება და ასე შემდეგ. მოკეთ დასამუშავებელი აქვს ამ ადამიანს ეს ტკივილები და ეს ვირთხა ყავს მოსაშორებელი სასწრაფოდ. ეხლა გადავიდეთ ნელა-ნელა შემდეგ გვერდზე. აქეთ რაც ჩანს, აი ესეთი სახე, აი ამ ადგილას ხარის თავი, რომელსაც პირი აქვს ღია ერთის მხრივ ენა გადმოგდებული, მეორეს მხრივ თუ შეხედავთ, ძალიან მშვიდია ეს ხარი, რომელსაც შუბლზე რაღაც ნიშა აქვს. ნიშა ეს შესაწირი ხარები არიან, ალბათ იცით. ღვთიური ნიშანია, ძალა და სიმყარე მატერიალურ ცხოვრებაში. რაღაცა ძალაზე გამარჯვების ნიშანი. ასევე ის რაც ძალიან მძიმედ მოქმედებდა თქვენს ემოციებზე, აი ამაზე გამარჯვება ჩანს და ეს ემოციები აღარ არის მძიმე. ემოციონალურად თქვენ ხართ გამარჯვებული და განეიტრალებულია ეს სიმძიმე. ეხლა სიმშვიდეა და როგორც თქვი, მოდის სიყვარული, რომელიც განთავისუფლებული იქნება ტკივილებისგან. შემდეგ აი აქ ნახეთ როგორი სანთელი ანთია. ამ სანთელის აქეთ-იქით როგორი ფრთებია, აქეთ აფრთაზე ესეთი ეს არის ასრულება, აქეთ ფრთაზე კი ქალის სახე არის, რომელსაც მეორეს მხრივ სამიანის ფორმა აქვს თან ამ ქალს, სამად იკითხება ეს ქალი. ასოზე შეიძლება სახელიც იყოს, მაგრამ ეს უფრო სრული სასრულება. ანთებული სანთელი ეს გულის გონების შუქია, ეს არის რაღაცა სიტუაცია, რომელიც ანათებს, ირკვევა, ასე ვთქვათ, რაღაცა სიახლე შემოდის, ნათელი სიახლე. ასევე გეუბნება, რომ დაიწყე ის, რაც დასაწყები გაქვს და გზა ნათელი გექნება, ნუ გეშინია. ესეთი ინფორმაცია მოდის. ფრთებში ქალი, თუ თქვენ ქალი ხართ, ეს თქვენ ახართ, ვინც ამას უსმენს და დიდი დამცველობა აქვს თქვენ ძალას, ზევიდანაც რაღაცა ესეთი ულამაზესი პანტერასავი ცხოველია, ეს ძალიან დიდი ეგრეგორია, ტოტემური, დიდი დამცველობა გაქვთ. თუ მამაკაცი უყურებს ამ ჭიქას, მაშინ ეს დაცვა თქვენ ხართ და თქვენ იცავთ თქვენ საყვარელ ქალს ძლიერ. ასევე ეს შეიძლება იყოს თქვენი შინაგანი დიდი სიძლიერე, ძალა, ისევ და ისევ როგორც იმ ბავშვთან თქვი, სუფთა ძალა, რომელიც გიცავს თქვენ. თქვენი სისუფთავე, თქვენი სისპეტაკე არის თქვენი დამცავი ფარი, თქვენი აურა. რომ ორჯერ ესე ძლიერად გამოჩნდა ეს სიმბოლოები, იქით ბავშვით, აქეთ ესეთი ფრთების ენერგიით, სამიანი თავად ეს არის წმინდა სამება, სხეული გონება, გული, ემოციები და ეს ყველაფერი არის დაცული და დალოცვილი თქვენთან.
შემდეგ აი ამ ფიგურის ზევით ისევ ქალი ზის თუ დააკვირდებით და ზევით აყურებს ისეთი უცნაური რაღაცა არის ჯერ ამ ქალზე ვთქვათ ეს თითქოს თქვენი მაღალი მეა ვინც არის ის რა არის მაღალი მე ამაზე ალბათ ცალკე ვიდეო უნდა ჩავწერო დიდი მე მაღალი მე რა არის ეს არის მოკლედ რა ვთქვათ ის სული რომელიც ზევიდან გიყურებს შენ და შენ მისი ნაწილი ხარ და ის შენი ნაწილია ოღონდ ეს არ არის დაშვებული დედამიწაზე ესე ძალიან მოკლედ რა ვთქვათ უკან 2-0 უწერია ეს არის დიდი ორმაგი გასუფთავება განულება კარმის არ ვიცი რა გააკეთეთ ესეთი რა გააკეთეთ ესეთი ზევით იყურება ანუ რაღაცა ცაში წდება თქვენს თავთან დაკავშირებით თან დაცული ხართ ძალიან დაცული ხართ თან რას ახურებს ქუდიან კაცს ალბათ ხედავთ თეთრი ქუდი ახურებს თან ამ ადამიანს აი ფიგურაზე აი აქ მიდე დაგანახოთ და ბავშვი ყავს გულში ჩახუტებული თეთრი ფერი ხშირად სიმბოლოა სიწმინდის ღვთიური დანიშნულების მაგრამ ეს კაცი რაღაცა სულიერ ლიდერად მევლინება რომელიც ნახეს სხვადასხვა სახით მოგიტანდათ რაღაცა გაკვეთილებს ცხოვრებაში გულში ჩაკრული ბავშვი ეს ისევ და ისევ არის აი მართლა სისპეტაკე სიწმინდე ნდობა ძალა სისპეტაკე ეს ის ბავშვი იქით მხარეს რო იყო შენი სულიერი შენი შინაგანი ბავშვი და აი ეს შენი მაღალი მე გახურებს ამ შენ შინაგან ბავშვს და იმ მამაკაცს რომელმაც თქვენ მოგიტანათ დიდი სულიერი გაკვეთილები აი შემდეგ რა ჩანს აი ამ აი ნახეთ აი ეს ორი ფიგურა ნახეთ რა იქნება მომავალში რა ჩანს აი რასაც ვამბობდი რომ სიყვარული მოდის თავისუფალი და შეუბოჭავით კივილების გარეშე კაცი მორბის ქალი კი როგორ ხელებ გაშლილი აი მას აგავს ფილარმონის წინ რო არის აი მინდა რომ კარგად აინახოთ აი ფილარმონის წინ რო ქანდაკება არის მუზის ქანდაკება და მისკენ როგორ გამორბის მამაკაცი ეხლა მინდა მის ქვეშ ნახოთ აი ნულიანებში უკან კიდე თითქოს ეს ნულიანები აი სამი ის არის თითქოს გამოქვაბული და რო გადიხარ და გასასვლელი ასე ვთქვათ ნათელი გასასვლელი და ორში ადამიანის სილუეტია პირველი ეს არის წარსული გათავისუფლება ერთი ცარიელია აწმყო რაღაცა კონტროლი და ცარიელი მომავალი რომელსაც შენ დაწერა მომავალს ბედის წერა აღარ წარ შენს ცხოვრებას შენ წერ ამას თუმცა აქ ჩანს ადამიანი წარსულიდან რომელსაც აქვს ამ ყველაფერზე გავლენა ანუ თქვენს მომავალზე ადამიანს წარსულიდან ექნება გავლენა რა სახის გავლენა ეს საჯარო არის და ვერ დავაკონკრეტებ მაგრამ გავლენა იქნება აუცილებლად ლათინური F-ი წერია რაც შეიძლება იყოს ძალა რწმენა თავისუფლება ან სამივე ერთად და ამ ყველაფრამდე მიგიყვანა შენმა განვლილმა გზამ უთუოდ ნავში მჯდომი მამაკაცები
მინდა დაგანახოთ. აი ერთი აი აქ არის და მეორე აი აქ არის. აი ნახეთ როგორ ეს თითქოს გვერდიდან ჩანს, ეს ნავი წინიდან. ნავში მჯდომი მამაკაცები. ნავი საერთოდ სიმბოლოა გზის, მოძრაობის, ტრანსფორმაციის, ხო, რაღაცა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე არააქტიურად, რაღაცა მონოტონურად, მდორედ გადაადგილების, თუმცა გადაადგილების, რომელიც ემოციების ზედაპირზეა, ნახე, სულიერი პროცესია, ემოციების გზა გაიარა და მე მასეთ გადაიარა. ეს კაცი ნავზე დაფიქრდით, აბა რომელი რეზონინებს ეს თქვენ ხართ და თქვენ გადადიხართ რაღაც ეტაპზე, თუ ეს თქვენი პარტნიორია, თუ ერთიც და მეორეც, იმიტომ რომ ორ ადგილას ჩანს. ეს ნავში მჯდომი ადამიანი შეიძლება ერთი თქვენ იყოთ, მეორე თქვენი პარტნიორი. აი აქ ჩანს, არ ვიცი ჭიქაში ეს როგორ ამოვიდა, მაგრამ ამოვიდა და მინდა როგორმე დაგანახოთ. აი აქ ქალი ჩიხტა კოპით. ესეთი სურათი დაიხატა. აი მოდი ნაკვთებზე გავაკეთებ, რომ კარგად დაინახოთ. აი ესეთი ცხვირი, ტუჩები, ნახეთ როგორი თვალები, ესეთი შეღებილი და აი ჩიხტა კოპი. ეს ნაწნავიც კი ჩანს. გამეღიმა ესეთი სურათი არასოდეს არ ამოსულა. დაცულობა, ნახე თავს მაინც იცავს. რაღაცა, ნახე, აქ ჩანს, რომ რაღაცა იმ წარსული კი მორეული ხარ. ამ ყველაფერსაც გადაიარე, მაგრამ მაინც რაღაცა თავის დაცულობა ჩანს. რაღაც დისტანცია ამ სიახლებთან, რაც მოდის შენთან. და მაინც მოვა ეს. გინდა არ გინდა მაინც მოვა, იმიტომ რომ აი აქ ნახეთ როგორი ჩახუტებული წვილი, აი საოცრად ჩახუტებული წვილი. მინდა რომ დაინახოთ. ხო და ეს სიყვარული ავცბად მოვა, რაც არ უნდა დაიცვა თავი, რაც არ უნდა თქვა რომ აღარ მინდა, მაინც მოვა. აი აქ კიდე აი როგორი მაღალი კაცია, ნახეთ. და აქაც კაცია ისევ ის, ვინც აქეთ დავინახე, გამხდარი წვეროსანი ადამიანი, შავი ქუდით. ისეთი თითქოს ამ კაცს გაყურებს. ეს არის ადამიანი რაღაც ძლიერი ავტორიტეტი, მზარდი ძალა. ესეც შენ ახარ, შენი ენერგიაა და ეს ადამიანი, რომელიც გატეხა იმ მტკივილმა, თქვენ გაგაცლერათ, ის გატეხა ამ მტკივილმა, აი ესე შემოგყურებთ, სევდით და თან უხარია ეს შენი სიძლიერე და თან თავისი უძლურება სტკივა ძალიან. ამასაც აწერია ქვეშ უსასრულობა, ზუსტად იგივე უსასრულობა, უბრალოდ ეს პროფილში აქვს. და აი აქ იყო სახის მესამედი და აქაც იგივე უსასრულობა რვიანი აწერია. ეს საოცარი გამეორებაა ერთი სახიდან მეორეზე ამ ყველაფრის. აი აქ უცნაური ჭიქა, რაღაცნაირი სახლი, რომელზეც აი დიდი საათია, სახლის საერთოდ უსაფრთხოების, ოჯახის, ფსიქიკის გამომსახველიც არის და საათი ეს არის დროის სიმბოლო. ესეც ციკლურია. ანუ ეს არის გაფრთხილება, რომ ყველაფერი ციკლურია და არ იფიქრო, რომ რაიმე შეიძლება იყოს უსასრულო სტაბილური. ამაზე დაფიქრდით, ეს თითქოს მესიჯია თქვენთან მოსული. გულში ნახეთ ლომის ბოკვერს აგავს, აი საწყალმოწყენე ლომის ბოკვერს და შენი ტკივილია ეს, რომელიც
რაღაცნაირად დაღლელია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამ ტკივილმა გაგაძლიერად გულში ინახავთ ამას, მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ ლომის ბოკვერი, რაც უნდა სევდიანი იყოს, გაიზრდება და ლომი იქნება და ეს ლომი თქვენი დიდი ძალაა და ჯერ კიდევ არ იცით, რა დიდ ძალას ფლობთ თქვენ. მე ვარ ნათია შაი, ეს არის ჩემი არხი. ვისაც მოგეწონათ დალაიქეთ, იმიტომ რომ ეს ჩემს ალგორითმს ზრდის და ძალიან დამეხმარებით ამით და მადლობა ამისთვის წინასწარ. გამოიწერეთ არხი, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი, ხოლო ვისაც სურს ჩემთან კონსულტაციაზე მოხვედრა, უნდა მომწეროს ვიბერში ან WhatsApp-ზე ნომერზე 591333507 ან Facebook გვერდზე ქართული შრიფტით რეიქი მკურნალი. გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე, ძალიან დიდი სიყვარულით.